მოგესალმებით დავით ბალხაშვილი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ნახეთ ჩვეულებრივ კანონზომიერებაზე, რომელიც ერთის მხრივ ჩვეულებრივ ყოფაში, საქმიანობაში ადამიანს ჩვეულებრივ ესმის, რომ ეს ესეა და არ ჭირდება ზედმეტი ახსნა, მაგრამ იგივე კანონზომიერებას მედიცინაში როდესაც ეჯახება, როდესაც ჯანმრთელობას ეხება და ექიმსა და პაციენტს შორის წარმოიქმნება, აი პაციენტს ხშირად ვერ გაუგია ეს და ხშირად დამნაშავეს ან ექიმი გამოყავს ან ვერაგოსო შეიძლება თავის წვლილი იყოს ამაში ან ესე მოხდა და იმიტომ აი და ეხლა ვისაუბრებ რა კანონზომიერებას გულისხმობ. ნახეთ ადამიანზე სხეულზე იტყვია რომ აი ცოცხალი ბიომექანიკაა, ხო? და აი რო შევადაროთ აი ჩვეულებრივ მანქანას, ავტომანქანას ძალიან გასაგებია, მაგალითად მოტორი არის, ძრავი არის გული. ნერვული სისტემა, რომელიც ადამიანს ამოძრავებს და მოქმედებაში მოყავს, არის ელექტროობა. სიცხლის დროს ასრულებს ბენზინი. ну, ვთქვათ, პაკრიშკების დროს როლს ბორბლის დროს თამაშობს, ვთქვათ, ფეხი, მაგრამ ну, მსგავსია, ხო, გადაადგილება საჭიროება. ანუ ნახეთ, როდესაც გაფუჭდება მანქანა. აი, და ხელოსანი შევადაროთ ექიმს, მანქანა შევადაროთ ადამიანის სხეულს. გაფუჭდა რაღაც. ნახეთ, რამდენი მსგავსებას იპოვით. ურეკავთ ხელოსას. ეუნებით, აი ჩემ მანქანას რაღაცა ეს ჭირს, სიმპტომებს ასახავთ, მანქანის სიმპტომებს ასე ვთქვათ. მაგრამ იქიდან გამოდიოთ, თქვენ ხელოსანი არ ხართ, მანქანის პრობლემას თქვენი კუთხიდან ხედავთ. მაგრამ ხელოსანი სხვა კუთხიდან უყურებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ იქ გარდა იმ რაღაცისა, რასაც თქვენ ახსენეთ, შეიძლება კიდე იფიქროს, იქ შეიძლება სხვა რაღაცა იყოს დაზიანებული, ის იყოს დაზიანებული მექანიზმი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ და ვერც წარმოგიდგენიათ, იმიტომ არ გაქვთ ახლა განათლება ამ კუთხით და საიდან გეცოდინებათ, ხო? და ხელოსანი გეუბნებათ, კი მოიყვანე, მუშაობ, მაგრამ ნახოთ. გავსინჯოთ რა, იმიტომ ვერ გეტყვის ბოლომდე, იქნება ზუსტად გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა რაღაცაც იყოს და ხა თქვენ რო არ გესვით, შეიძლება უკვე ნახეთ პირველი დაჯახება, რომ კი მაგრამ ეს ჭირს და რატო ვერ უნდა გაიგოს რა ჭირს, რატო ვერ შეუძლია ვითხრას ბოლომდე რა შეიძლება პრობლემა იყოს, ხდებით? შეიძლება დავწყება უთხრას არაპროფესიონალი, კი ვიცი რაც არის, მოიყვანე და ვიც ზოგადად აი ვიც დარწმუნებით გეუბნებათ 100%, ვიცი რაც არის, მაგრამ მივხედავ პირველ რიგში იქ უნდა შეგეპაროთ ეჭე, მიუხედავთ იმისა, ეს ექიმია თუ მანქანის სპეციალისტია თუ რა სპეციალისტია. იმიტომ რომ ვერ გაიგე ბოლომდე რა არის. ვთქვათ, მე მიიყვანეთ თქვათ მანქანა, ხო? ხელოსანმა შეიძლება გახსნას, ნახოს პატარა პრობლემა, მაგრამ შეიძლება გახსნას და კიდე დამატებით ისეთი რაღაცა იყოს, რომელიც იქამდე არ ჩანდა. რაღაც ჩამოიფროს და გითხრას, აი კი ეს პრობლემით კი მოიყვანე, მაგრამ ნახე ეს აღმოჩნდა იქ დაზიანებული, ეს აღმოჩნდა იქ დაზიანებული. და ნახე მეორე პრობლემას ეჯახებით. ახლა ეს მატყუებს თუ მართლა ეგრეა დაზიანებული, ხვდებით? რწმენის მომენტი ვენდო თუ არ ვენდო, იქნებ ხელზე მიხვევს, იქნებ რაღაცა კიდე უნდა რომ გამომტყუოს ფული და კიდე რაღაცაში გადამახდენილო ზედმეტად. ამიტომ ახლა თქვათ იგივე მედიცინაში, იგივე ხელოსათა თუ მიყავს, აი ახლობა ეს ვეუბნები და ვინ არის სანდო ამ სფეროში, რომ მივიყვანო და არ მომატყუოს და ტყუილა ფული არ გადამაყრენოს, ხო? ეს შემდეგი კანონზომიერება, რომელიც ცხოვრებისეული მედიცინაში შეძახება. მე თქვათ დაიწყო გაკეთება, ეუბნება, ეს არის გასაკეთება, ეს არის და ამდენ დროს მოითხოვს, ამდენ თანხას მოითხოვს. ეხლა ადამიანი იქიდან გამომდინარე, რა ფული აქვს, ვიცი რა, არ მაქვს ამდენი ფული და მოდი ეს გააკეთე, ძირითადად რომ იმუშაოს რა მანქანა. ну და ხელოსანი ეუბნება, კარგია თუ გააკეთება, ну არა უშავს, კაი, ამა გავაკეთებ, იმუშავებს რა, გაკაჩავს. გზაზე არ გაგაჩერებს, ასე ვთქვათ. მაგრამ ბევრი რამე გასაკეთებელია, გეტყვით, ну არა უშავს. აი, დაახლოებით ხშირად ადამიანი მოდის ესე ეუბნები, ეს არის გასაკეთებელი, ეს პრობლემა. სულათო ჩაატარო, თქვათ 10-15 სეანსი ჭირდება, მაგრამ აუ, ამდენი სადამ აქვს. ამიტომ ეს იძულებულია 5 სეანს ვატარებ, ეუბნები. ანუ 5 სეანსი ძირითადად ჭირდება 5 სეანსი, და 5 სეანსი ძირითად პრობლემას რითიც მოდის, ხვდები და ვასტაბილურებ რა. ამიტომ თქვათ რომ მოდის ხოლმე ტესტ სეანსით ვაკეთებ კონსულტაციასთან ერთად, უფრო ზუსტად მივხვდე რასთან მაქვს საქმე, რომ შეიძლება დაგვარ ზუსტი პასუხი უთხრა, რომ ეს პრობლემა გჭირს, ეს პრობლემა და ეს რო დამჭირდება. ყველაფერი ფულთან როა დაკავშირებული, ადამიანი იძულებულია ჯიბეს ჩაიხედოს და რამდენს გაკაჩავს. სამწუხაროდ ჯანმრთელობაზეც ესეა, სამწუხაროდ კარგი იქნებოდა ჯანმრთელობა, რომ ბოლომდე იზღაოდეს და ადამიანი ამაზე არ ფიქრობდეს და ექიმიც არ ფიქრობდეს, ექიმს ხონდეს კაი ხელფასი, გემრიელი და აფიქრობდეს როგორ არჩინოს ოჯახი.
და იძულებული არ იყოს სამწუხაროდ მატყუარად იქცეს, რომ პაციენტს რაღაცა მოატყუოს, წამალი შეტენოს, გაუშვას და მე ექიმებზე ეხლა აი თქვენ ესწრებოთ, მაგრამ სამწუხაროდ არ უყურებენ, რომ ის ექიმიც ადამიანია და თქვენ სხვა სფეროში ბევრი რო იტყუებით, სამწუხაროდ შეურაცხყოფას არ ვაყანებ. მაგრამ სხვა სფეროში ბევრი რამდენი იტყუებით, ხო, რომ ვიღაცა, იმიტომ რომ ფული ამოიღოთ და სახს წაიღოთ, მაგრამ ის ისე ვიძახი კანონზომიერებას ვეხებით, მაგრამ ეს არ ჩანს. იმიტომ ადამიანის ჯანმრთელობას არ ვეხებით, მაგრამ რამდენი იტყუება, ხო? ფულის საშოვნელად, სამწუხაროდ, ყველა სფეროში. მაგრამ იცი რა არის, სიტყვაზე თქვა მანქანის სპეციალისტი რომ მიიყვანო, რაღაცა მოგატყუა, გაგაუჩნდა, ნუ დაგწყდება გული და წამოხარ, მაგრამ ნახე ადამიანის ჯანმრთელობას რო ეხება და პირამით ღირსებას ეხება, აქ უკვე ძალიან ჩანს. და ძალიან მტკივნეულია და შეიძლება ჯანმრთელობასთან რო ეხება, ისეთ რაღაც დააზიანს ვერ გამოასწოროს. უკვე სხვანაირად ჩანს, გესმის? ხო, და აი შემდეგი პრობლემა თქვა დაიწყო კუნალობა, ხო? ან გაკეთება. და გზადაგზა შეიძლება მართლა ისეთი რაღაცა დაზიანებები აღმოჩნდეს, ჩაითერიოს, რომ ანიჭირა ეს ვიპოვე რაღაცა, რომელიც ამას ვეღარ გაკეთება, გამოსაცვლელია ძმაო, წადი ეს ნაწილი იყიდე. აქაც ის მომენტი, ვიყიდო, არ ვიყიდო, რამდენად მართალია, მატყუებს, არ მატყუებს, კაი, წახვედი, იყიდე, გამოცლი. ან გეტყვის ეს მანქანა აღარ ვარგა, გამოცლე. გადააგდე, ახალი იყიდე. ნუ თქვა არ გაქვს დროებით მოიშოვებ, იშოვე ფულს, მერე მაგრამ ადამიანის ხილს რა უყო, ხო? გეუბნება ეს არ დაზიანება, ძმაო, რომ ვერ მიხედე აი ეს დაზიანება გამოიწვია. დაუ ეხლა ფული იშოვა, რაღაცა ვერ აღვადგეთ, რაღაცა წამლით ვერ მიმკუნალებ, აი წამალი არ არის მეტყვის ხომ იქ არ არის საკმარის წამალი. ან შორსაა წასული ვეუნები ამას ან ოპერაცია უნდა, ან სხვა დარგში, სხვა საქმეს მე ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება უთხრას რომ იმ დონეზეა ძმაო, წასული ამას აღარ ფერიშველება. თქვა ხო? ხო. ან და მედიცინაში კიდე ეს მომენტია, რომ აი პრობლემა არ იყო და ეს დაზიანებებია და მე შეიძლება იგივე კანონზომიერებას რო ეჯახები და პაციენტს ეუბნები რაღაცა დაიწყე, შეიძლება არ ცელოდებოდი და კუნალობის დროს რო ალოდები, ისეთი რაღაცა სიმპტომები ამოგიყაროს, რომ ერთის ხრივ არ ჩანს, ვერც ტომოგრაფია მაჩვენოს, ვერც რენტგენი მაჩვენოს. ყველაფერს ტომოგრაფია და რენტგენი არ აჩვენებს, ხალხო, ეგ დაიმახსოვრეთ რა. რომ არის ხოლმე პაციენტი წერს, რომ აი ტომოგრაფიის დასკვნა მაქვს და მიგზავნის პასუხს კი ვეუბნები, გამომიგზავნე ახლა. აი მიშველი არ არის ტომოგრაფია და რენტგენი და თუნდაც ანალიზების ზუსტი პასუხი. არის კიდე რაღაც აი რო იწყებ კუნალობას იქ აყრის რაღაცებს, რომელიც არ არის სპეციალისტი. ამ თქოს ისეთი არაფერი ჩანს, აი გამოყარა რა. და ვერ ესმის პაციენტს ქონია ეგეთ შემთხვევები, აუ იცი რა შენ უარეს მდგომარეობაში ჩამაგდე. მაგრამ ეს რასაც ახლა ხსნი დარწმუნებული ვარ, თავს დამიქნოთ კი სხვა იმაში ეგეთი არის, მაგრამ იგივე კანონზომიერება მედიცინაში. ხო და აი ამას რატო ხსნი, იცით, რომ უფრო გაგებიანად მოეკიდოთ მედიცინაში ურთიერთობას, რომ იგივე კანონზომიერება მედიცინაშიცაა და ყველაფერს ექიმზე ნუ გარატეხავთ, ისე ვიძახი, რა თქმა უნდა. სხვა როცა ექიმი მართლა და ის სპეციალისტი ვის ჩანს მიდიხართ მაიმუნოს მოიტყუება, ბოროტულად იყენებს თავის ცოდნას, თუ არა კიდე სხვა ამბავი, ყველა სფეროში იგივეა. რამდენსაც გინდა თქვენ შეხვედროთ ყველა სფეროში, უშევიძახი უბრალოდ მედიცინაში ძალიან ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, როგორც აი სულიერებაში ძალიან ჩანს ადამიანის შეცდომა, იმიტომ რომ მღვდელი რომელიც ადამიანის სულზეა და მის სულის განვითარებაზე დიდი ლუპით უყურებენ, ხო? ისა ჩვეულებრივი ადამიანი დაუშვებს შეცდომას და შეიძლება თვალიც არც შეხედო იგივე მღვდელმა რო ჩაიდინოს, შეიძლება თოფი ესროლო, ეს რა გააკეთება, ხო? ან იმიტომ რომ ადამიანს რო ეხება საქმე, ადამიანის სხვანაირად უყურებს. ძალიან ტკივა. ხო და ანუ ამ კანონზომიერებაზე მინდოდა მეთქვა რა ისეთი გაითვალისწინე ცხოვრებისეული ის რაც ჩვეულებრივ ჩანს და მიგაჩნიათ რომ სწორია, მედიცინაში ანალოგიურია და მინდა ხოლმე ჩემ ვიდეოს რასაც ვიღებ რომ ადამიანი მიეჩვიოს სწორ რაღაცების დანახვას. ის რომ ჩემთვის ადვილია პაციენტი რომ მოდის განათლებული, ჩახედული, ამჭირდება იმასთან რაღაცების მტკიცებულება, იმას გაიგო და ესმის. ცოტა მეთავ კი ეს იმიტომ მექანიზმი დაინახა და აღამჭირდება რაღაცა ფიცი მტკიცილი და იმაშიც ეჭვით არ მოდის რომ მატყუებს ეს ექიმი თუ არ მატყუებს, გესმით? ხო, სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის. ცოტა კი გამიგრძელდა ვიდეო, მაგრამ მადლობა.